რამდენიმე დღეში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება, კონკრეტულად რა სახეობებზე შეგიძლიათ ნადირობა და რა დოკუმენტაცია ამისთვის საჭირო. ჩვენი სტუმარი გვეტყვის, ჩვენი სტუმარია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი ქალბატონი მაია ჩხობაძე. და ესე იგი პირველი კითხვა მექნება კონკრეტულად როდის იხსნება ნადირობის სეზონი და რა სახეობის ფრინველებზე არის დასაშვები ნადირობა ამ პერიოდში. ნადირობის სეზონი იხსნება ყოველი წლის აგვისტოს მესამე შაბათს. წელს აგვისტოს მესამე შაბათია 17 აგვისტო, ამიტომ 17 აგვისტოდან იხსნება ზეგიდან ფაქტიურად ორ დღეში იხსნება ნადირობის სეზონი. ნადირობის ვით ნადირობს გადამფრენ ფრინველებზე, მას აუცილებლად თან უნდა ჰქონდეს, ანუ ეს დაწესებული მოთხოვნა არის, რომ უნდა ჰქონდეს ბუნებრივი რესურსის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, რომელიც შეადგენს 10 ლარს. ნებისმიერ ბანკში შეუძლია ამ სურველი მივიდეს, გადაიხადოს შესაბამის ანგარიშზე ეს 10 ლარი და ამავდროულად თან უნდა ჰქონდეს სანადირო თოფის ფლობისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ნადირობის წესები, ანუ სად არის დაშვებული ნადირობა, რა მეთოდებით არის დაშვებული, რა დღიური ლიმიტებია დაწესებული, ეს ყველაფერი დადგენილია ნადირობის წესებით. ნადირობა აკრძალულია, პირველ რიგში ვთქვათ, სად არის აკრძალული და შემდგომ რა თქმა უნდა, სადაც აკრძალული არის, იქ დაშვებულია. ეროვნულ პარკებში და ნაკრძალებში და მათ გარშემო 500 მეტრიან ზოლში ეს აკრძალულია ნადირობა და ასევე ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. რაც შეეხება იარაღს ან სხვა საშუალებებს, რომელთაც ნადირობა არის ნებადართული თუ აკრძალულია ამ შემთხვევაში რა ხდება? ნადირობა, ის იარაღები, რომელთაც შესაძლებელია ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე, განსაზღვრულია იარაღის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით. კერძოდ ესენია სანადირო გლუვულიანი იარაღი, სანადირო ხრახლილულიანი იარაღი, კომბინირებული, ასევე ცივი და ცივისასროლი და პნევმატური იარაღები. ანუ ეს იარაღის შესახებ კანონით არის დარეგულირებული თუ რა იარაღებით უნდა ვინადიროთ გადამფრენ ფრინველებზე. აი ლიმიტებზე რო ვთქვათ, რომ რა ფრინველების რა ლიმიტებია დადგენილი ყოველთვის. დიახ, მინდა ვთქვა, რომ უახლოეს პერიოდში აი ამ სეზონისათვის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გეგმავს ცვლილებებს ნადირობის წესებში. ანუ დღემდე განსაზღვრული იყო წყალმცურა ფრინველთა 7 ერთეულზე მხოლოდ ნადირობა და დაგეგმილი უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად წყალმცურავი ფრინველების რიცხვი იმატებს კიდევ სახეობები იმატებს 5 ერთეულით. რა თქმა უნდა, ამ ცვლილებების საფუძველი იყო შესაბამისი სამეცნიერო უწყების კომპეტენტური ორგანოების დასკვნა, რომ უკვე შესაძლებელი ამ სახეობებზე ნადირობა და ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ წყალმცურავ ფრინველთა კოტები ასევე გაზრდილია. ეს რა თქმა უნდა მონადირეთა საუბარია შევიდა კანონმდებლობაში თუ აი უახლოეს პერიოდში შედის ეს ცვლილებები და ამავდროულად წყალმცურავ ფრინველთა ნადირობის ვადები 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე გადმოიწია, ანუ 1 ნოემბერში წყებოდა და ეხლა გადმოიწია 10 სექტემბერს იმ მაღალმთიან რაიონებში, რომლებიც ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობენ. წალკა, ახალქალაქი, ეს არის ძირითადად ეს უბნები, თმანისი, რომლებიც ზღვის დონიდან მდებარეობენ 1500 მეტრ სიმაღლეზე. ეს განაპირობა ზუსტად იმან, რომ აი ამ ადგილებში, როგორც გაირკვა, კონცენტრაცია ხდება ამ ფრინველების, გადამფრენ ფრინველების და წყალმცურავ ფრინველების, ამ პერიოდში ხდება კონცენტრაცია და ეს არ არის გამრავლების პერიოდი, რაც თქმა უნდა, ესეც დაშვებული იქნა სამეცნიერო ორგანოს დასკვნის საფუძველზე. აი კონტროლის დაამთავრეთ ეგეთი. დიახ. კონტროლის მექანიზმზე რას გვეტყვით? აი თუნდაც ეს ყოველდღიური ლიმიტი როგორ უნდა გაკონტროლდეს სიტუაციაზე, რომ მეტი არ არის პრევენცია. დიახ. თუნდაც ეს გადაცემა არის პრევენცია, იმისთვის რომ ვიცით, რომ და სასურველია უფრო ფართოდ იყოს გაშვებული ნადირობის წესები, სად არის დადგენილი, როგორ არის დადგენილი და ამ მიზნით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო საერთოდ პრევენციული მიმართულებით გეგმავს მუშაობას. თუმცა მინდა ვთქვა, რომ საჯარიმო სანქციები, ანუ კონტროლის მექანიზმები, ჩვენ ალბათ თქვენთვის ცნობილია, რომ შეიქმნა გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს კონტროლს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სფეროში, მათ შორის არის ბრაკონიერებთან ბრძოლა და მინდა ვთქვა, რომ ძალიან გამკაცრებულია ადმინისტრაციული და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები და თქვენ შეკითხვაზე თუ როგორ გაკონტროლდება მაგალითად რა რაოდენობის ფრინველი ყავს, ჩვენთვის ცნობილია ცხელი წერტილების შემოდის ინფორმაცია დიდი რაოდენობით, ხდება სწრაფი რეაგირების სამსახურის
ზუსტად ორიენტირებულია ბრაკონიერებთან ბრძოლაზე და ხდება იმ ადგილების გაკონტროლება, რომლებიც ხდება ბრაკონიერების ფაქტები და ეს ძალიან მარტივია, თუნდაც ნადირობის გადათვლით ძალიან მარტივი მეთოდია. მაგალითად, წერილზე დაშვებულია, რომ არ შეიძლება დღეში 20 ერთეულზე მეტი დაჭერა, ანუ ეს არის დღიური ლიმიტი, არ შეიძლება გადაჭარბებული იქნეს და აქედან გამომდინარე ხდება ძალიან მარტივად მისი გადათვლა და აქვე მინდა ვთქვა, რომ გარდა იმისა, რომ მინდა გავაფრთხილო მონადირეები, რომ სასურველად დაიცვა ნადირობის წესები, ვადები, დღიური ლიმიტები, ის სახეობებზე ინადირებს, რომლებზეც დაშვებულია ნადირობა და მინდა ვთქვა, რომ გარდა იმისა, რომ დაწესებულია საჯარიმო თანხა ადმინისტრაციული სამართალ და რეგულატორთა კოდექსის 86 მუხლის მე-13, მე-14, მე-15, მე-15 მუხლებით გარდა ამისა, აგრეთვე დაწესებულია გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა. ანუ ფაქტობრივად ეს ორი საკმაოდ დასასრულს სამართლებრივი პასუხისმგებლობის და კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნე გამკაცრებულია ამ კუთხით და მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში, პირველივე შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანი არის გარემოსათვის მიყენებული ზიანი თუ აღემატება 2000 ლარს და ზემოთ, პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ხდება. და რაც შეეხება იმ ხელწერტილებს, რომლებიც თქვენ ახსენეთ, რომელი არის ხელწერტილები? ეს ხელწერტილები სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ხელწერტილები იდენტიფიცირდება ზუსტად იმის მიხედვით, თუ სად ხდება გადამფრენ ფრინველთა კონცენტრირება, სად არის ყველაზე ხელსაყრელი ნადირობისათვის ადგილები. ეს ინფორმაცია ჩვენთან ფაქტობრივად შემოდის უწყვეტად და ეს ჩვენთვის ცნობილია. სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა ადგილი არის, რა თქმა უნდა, ცხელი წერტილი ბრაკონიერობის კუთხითაც, თევზჭერის კუთხით, უკანონო ნადირობის და უკანონო თევზჭერის კუთხით. რაც შეეხება მაგალითად მონადირეს აქვს უფლება და კანონმდებლობით დაშვებულია, რომ თან იყოლო მონადირე ძაღლი ან ფრინველი, რომელიც გადახმარება. ამ შემთხვევაშიც ადგენს კანონმდებლობა გარკვეულ შეზღუდვებს. ანუ მაგალითად წვრთნის ვადები და ასე შემდეგ. რა სახის დოკუმენტაცია უნდა ვიქონიოთ თან ამ დროს? კაცრებელი ფრინველის გაწვრთნაც და მონადირე ძაღლის გაწვრთნაც დაშვებულია, რა თქმა უნდა. კაცრებელი ფრინველის გაწვრთნა დაშვებულია მხოლოდ ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში. ეს ვადები აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის 1 მარტამდე პერიოდში. რაც შეეხება და ამ შემთხვევაში ვინც კაცრებელ ფრინველს წვრთნის, აუცილებლად თან უნდა ჰქონდეს ეს ბუნებრივი რესურსის სარგებლობის გადახდის 10 ლარიანი ქვითარი და თოფის ტარების უფლება, რა თქმა უნდა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის გაცემული. რაც შეეხება ძაღლის, მონადირე ძაღლის გაწვრთნას, ეს შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში. ოღონდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება მონადირე ძაღლის გაწვრთნა ნადირობისათვის აკრძალულ პერიოდში, ამ შემთხვევაში აუცილებლად თოფში უნდა იყოს გაუმუხტავი ვაზნები. ეს პრევენცია ერთ-ერთი რომ არ მოხდეს გასროლა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ აკრძალული პერიოდი ემთხვევა გადამფრენ ფრინველთა გამრავლების პერიოდს და რა თქმა უნდა არ არის სასურველი ამ დროს. ძალიან ხომაყარი რომ არ დაურბოთ ცხოველების ბიოლოგიური რიტმი. ეთერს გარეთ ვლაპარაკობდით ბრაკონიერობის დონის რაღაც მომატებაზე და ახლა რა მდგომარეობაა ზოგადად რო ვთქვათ, რამდენად არის გამძაფრებული ეს? დიახ, როგორც თქვენთვის ცნობილია, 2011 წელს მოხდა სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილებები და ბუნებრივი რესურსების მართვისა და რეგულირების საკითხები გარემოსდაცვის სამინისტროსაგან გადაეცა ენერგეტიკის სამინისტროს. ამან თავისთავად გამოიწვია მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციის შესუსტება და უნდა ვაღიაროთ, რომ ფაქტობრივად მაკონტროლებელი ორგანოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის აღარ არსებობდა, იმდენად შესუსტა ეს ფუნქციები. ყოველივე ამან გამოიწვია ბრაკონიერების დონის მომატებაც, ალბათ ეს ერთ-ერთი ფაქტორი იყო და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შეიქმნა ეს ფუნქციები 2013 წელს ისევ დაუბრუნდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ლოგიკურია ამ შემთხვევაში შეიქმნა გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე, როგორც გარემოსდაცვის სფეროში, ასევე ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში. ანუ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის არის სწორედ ბუნებრივი რესურსის უკანონო მოპოვებასთან ბრძოლა. პრობლემა მე მგონი იყო უკაცრავად გაწყვეტინებთ აი რაღაც შეუფერებელი საზჯელის სიტყვაზე სანქციები, რაღაცა უფრო მკაცრი რო გახდეს ეს საჯარიმო სანქციები, უფრო მე მგონი რაღაც შეიძლება ამოსწორდეს. დიახ, მე უკვე აღვნიშნე რომ გამკაცრდა უკანონო ნადირობასთან, უკანონო თევზჭერასთან უკვე სანქციები. ფულადი ჯარიმა იყო გაიზარდოს უფრო მეტად. ფულადი ჯარიმაც საკმაოდ მაღალია და გარემოსათვის მიყენებული ზიანიც საკმაოდ მაღალია. მაკონტროლებელი ორგანო კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ არის ზუსტად ახლა იმ ფაზაში, რომ მაქსიმუმ
მაქსიმალური მობილიზებით მოახერხებს კონტროლის განხორციელებას და თუმცა მიმდინარეობს ახლა კადრებით დაკომპლექტების პროცესი და ძალიან მოკლე ხანში სრული დატვირთვით შეძლებს იმ პასუხისმგებლობის და იმ უფლებამოვალეობის განხორციელებას, რასაც მაკონტროლებელ ორგანოს გააჩნია, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ბრაკონიერებთან ბუნებრივ რესურსების უკანონმდებლობას და მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რაზეც გარემოს და ბუნებრივ რესურსების დაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ამას დაკავშირებით დაგეგმილი ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნაც, რომელიც მიზანმიმართულად იმუშავებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რაიმე სახით კამპანიები ჩატარდება მოსახლეობასთან? დიახ, იგეგმება და მე მაინც ვთვლი, რომ ყველა მოქალაქე უნდა გააცნობიერებს, რომ ეს ბუნებრივი რესურსი მისია და მისი შთამომავლობის არის. ან მხოლოდ მაკონტროლებელი ორგანოს სადამჭერლო სანქციები ვერ უზრუნველყოფს. მხოლოდ თუ ეს არ გავითავისებს, რომ ბუნებრივი რესურსი არის ძვირფასი, ღირებული და შეუცვლელი. ხო, ბევრ ადამიანს არ არ იცის უბრალოდ რა კანონში რა წერია, როგორ წერია. დიახ, ზუსტად ეს არის ცნობიერების დონის ამაღლება. ზოგჯერ ჩვენ ვარღვევთ კანონს, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად იყოს ადამიანები ინფორმირებული და აქედან გამომდინარე ინფორმირების მაღალი დონე მე მაინც ვთვლი, რომ შეამცირებს. ხო, რა თქმა უნდა, ბევრმა არ იცის, გონია რომ არ აშავებს და ამ დროს აშავებს. ოღონდ აშავებს, ოღონდ არ უნდა შეიძლება რომ დააშავოს, მაგრამ არ იცის. იქ ნადირობა არ შეიძლება, ამდენზე მეტი არ შეიძლება. ფრინველებზე ნადირობის სეზონი არ არის კანონმდებლობა ძალიან დიდი, თუ გადაწყვეტთ ასე რომ გასვლას და ნადირობას გადახედეთ აუცილებლად. ძალიან ცოტა წესებია, რომლებიც აუცილებლად უნდა დავიცვათ. მაია ჩხობაძე გავახლდათ ახალი დილის სტუმარი. მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო საუბრისთვის. ახლა კი რეკლამა ჩვენს ეთერში. რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით, გადავინაცვლებთ რეალური სამყაროდან ინტერნეტ სამყაროში. დარჩით ჩვენთან.